შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით. 12 საათი შესრულდა და ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას. დღეს პარასკევია, ეს იმას ნიშნავს, რომ დათო ევგენიძე ჩვენთან ერთად არის და რა თქმა უნდა ტრადიციას არ ვარღვევდეთ, ყავს თანაწამყვანი ნინო იოსელიანი. გამარჯობა, გამარჯობა ყველას. დიდი მადლობა, რომ დღეს დაგვთანხმდით და ესეთი. უნდა იცოდე, რომ სრულუფლებიანი წამყვანი ხარ. გასაგებია. სასიამოვნოა ჩვენთვის. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ერთად ყოფნა თან და მაყურებლისთვისაც ძალიან სასიამოვნო იქნება დღევანდელი ეთერი, იმიტომ რომ დათომ ისეთი მაგარ რაღაცას გვიმზადებს. ორი სიტყვით თქვი, მე ანონსი ძალიან მოკლედ ვიტყვი, მოკლედ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებიც თვითონ კი არ ირჩევდნენ მუსიკას. მუსიკა გვირჩევდა ჩვენ მოკლედ. და მუსიკა როგორც ცხოვრების წესი, მუსიკა როგორც დღესასწაულის შემადგენელი, ან დღეს ამის მოწმენე ყველანი გავხდებით. რაღაც წარსულში ვიმოგზაურებთ, სხვა თან. ვიმოგზაურებთ წარსულს, ცოტა სევდიანიც იქნება ჩვენი გადაცემა, იმიტომ რომ ჩვენი თაობას, დაკარგულ თაობას ეძახიან, რომელსაც არ ვითანხმები და ამას ავხსნი. კი ბატონო. მაგრამ და ვისაუბრებთ სამეგობროებზე და იმ ტრადიციებზე, რომელიც თბილისმა დაბადა და თბილისი იყო ამით განსხვავებული ქალაქი მსოფლიოს ყველა ქალაქისგან, იმიტომ რომ სიმღერა ქართველების არჩევანია. და ალბათ იმ ურთიერთობაზე, რომელიც სხვანაირი იყო მაშინ და ახლა ცოტა სხვანაირია. მოდი მაშინ ნახოთ ანონსი. ანონსის შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. თბილისი იყო ურთიერთობა. ჩვენ სტუმრებთან ერთად GDS შუადღე ამ გაცვეთილ ფრაზას გააცოცხლებს. გოგონები, რომელთაც ასაკი არ ემატებათ. სახეები, რომლებიც მუდამ მომღიმარია. მუსიკალური ბგერები, რომლებიც მეხსიერებიდან არ ამოდის. დღეს ვიხსენებთ ეპოქას, როდესაც საბჭოთა კავშირის ყველაზე მხიარული ლეგენდა და დიდი მუსიკალური სამეგობრო შეიქმნა. სალონური შეკრებები, მეინსტრიმის გვერდის ავლით შექმნილი ალტერნატიული კულტურა და ადამიანები, რომლებიც თავის დროში სრულიად განსხვავებულად აზროვნებდნენ. დათო ევგენიძეს დღეს მოგონებები იპყრობს. დაელოდეთ გადაცემის ამ ნაწილს. მალე ქალაქის ყველაზე ცნობილ სალონებში ვიმოგზაურებთ. სტუმრად მივალთ ელდარ შენგელაიასთან. თბილისი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. სალონური კულტურა 60-70-იან და 80-90-იან წლებში. ჯაზის საერთაშორისო დღემდე კიდევ 4 კვირა გვაშორებს. თუმცა ჯაზის მოყვარულთა ამ საზეიმო დღისადმი მიძღვნილი Facebook გვერდი უკვე დუღს სიცოცხლით. აპრილი ჯაზის დაფასების თვეა. ჩვენთან ერთად ნახეთ, როგორ ეტყობა ეს იმპროვიზირებული განწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებთან ერთად თბილისს, რომელს ცნობილ შემსრულებელს შევხვდებით 30 აპრილს ჯაზის საერთაშორისო დღეს. ვისაც ვიაქვს ხალხმერთის კაბა, რამდენი ელფერი აქვს ლურჯს. აღიზიანებს თუ არა ვინმეს ხელოვნური ფერადი ბეწვის ქურქი. ჩვენი გადაცემის თანაწამყვანი, ჟურნალ OK-ის მთავარი რედაქტორი ნინო იოსელიანია. ერთად ვიმსჯელოთ მარადიულ თემაზე, რა არის მოდაში და ვნახოთ როგორ ბრუნავს მოდა და რატომ ფასდება ინდივიდუალიზმი. მოკლედ წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც. ლია ხორბალაძე, მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, დათო გომართელი, ეკა კახიანი. ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, რომელთან ერთად მე თელი ბავშვობა გავატარე და სწორედ ეს იყო დღესასწაული ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი რაღაც აბსოლუტურად გიჟური ბავშვობა, რომელიც მართლა არც ეც არა ურჩევია პროფესია მაირჩია, ესე ხდებოდა მაშინ საქართველოში. ესე არ იყო, მე მინდა გამოვიდე მუსიკოს, ამ პროდიუსერი ფიქრობდა მე ამისგან გავაკეთებ და მე სტოპკასში შევიდე ეს ადამიანები, როგორც ელდარის და არაჩვეულებრივ გამოფენაში და მე ამისგან გავაკეთებ. გავიხსენოთ რაღაცა, მინდა გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, რა ჩვენი თავარი იყო ცხოვრების წესი. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, აი აქ არის ფოტოები. მოდი თან მაყურებელსაც ვაჭერეს. აი ეს ფოტოები თუ შეიძლება ავიღოთ. აი და თან დათოს შემოქმედებითი ეს არის პირველად მაი მოყევი რამდენი წელი ხელოვნების მუშაკთა სახლში დათოს მოუწყვეს შემოქმედებითი საღამო. ხონდა ძალიან იცინოდა თვითონ ამაზე, მაგრამ იყო 14 წლის და მაგნო ძალიან ისეთი მზადება იყო საოცარი. ჩვენ რა თქმა უნდა ვერთობოდით, მაგრამ მეცად რეპეტიციობდით და მახსოვს ბოლოს რომ გამოპრანჭეს დათო.
შპიჯაკ შენ ნერვიულობ და პირველად გაიპარსა წვერი მაშინ ზუსტად მახსოვს და ის იყო მართლა საოცარი წვერი ამ მქონდა ღინღლი მქონდა რაც ქვია და მზიუ ეს მე ჩემი და მაია ჯაბო ერთად ჩვენ ალექსანდროვის ბაღში ვიღებდით ძალიან ბევრ ფოტოებს რა ალექსანდროვის და სამაიას ბაღში ხო ქვემო სამაი შენი სახლის ქვეშაც ხო იყო ფოტო ატელიე და ესენია იქ ეს ატელიეში ეს ფოტო ატელიეში ას ატრიბუტიკა იყო თავისი ქუდებით ტელეფონები ქუდები გასწრებები ამებს ვიკეთებდით ხოლმე და იქ იყო საპასპორტო ატელიეში რაღაც სერიოზულ ფოტოებს იღებდნენ ჩვენ მივდიოდით და გვიცნობდნენ ეს თან უფასოდ გვიღებდნენ მე მაინც მგონია რომ რაღაცა განსხვავებული ბავშვობა გქონდა თქვენ მით უმეტეს თუ მზიურის წლებს გავიხსენებთ მაინც ალბათ ყველა სხვა ბავშვისგან გამორჩეული და განსაკუთრებული ასე იყო თუ ეს უბრალოდ ახლა ჩანს წლების შემდეგ როდესაც კადრებს უყურებ და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ასე იყო რაღაცა სხვანაირი იყო კი ბატონო კადრებს უყურებ და ეს არის ძალიან ისეთი ნათელი ხილება იმისა რომ ჩვენ ვიყავით ჩვეულებრივად ბავშვები და აი ნამდვილი ბავშვები ვიყავით დღეს ცოტა სხვაგვარი ბავშვები დადიან არ ვიცი სხვა პრეტენზია მოდის სხვა ინტერესი სხვა თავით ეს არ არის გასაკვირი შეიცვალა ბევრი რამ და მოთხოვნილებებით შეიცვალა რა თქმა უნდა ბავშვების მაგრამ იცი რა მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაინც კიდე სად იზრდები და როგორ გზრდიან იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით იმდენად ლაღი ბავშვები აი თვითონ ბუნებით რაღაცა სილაღე გქონდა რომ ჩვენ არ გქონდა ის რომ აი მე გამოვიდე ეს რატომ ის ძალიან მენიშნა ეს სიტყვა მე უნდა გამოვიდე არა მე თავისთავად ხდებოდა ეს ყველაფერი რაღაცა ჩვენი ნიჭი ხო ვარსკვლავობა არ შედიოდა ჩვენს მენებში უბრალოდ ღეროდით და თავისთავად მე მახსოვს ეკა იყო 4 წელი საბავშვო ბაღში იყავით ხო შენ და ქეთინო ფირცხალ დღეს სევდიანი იქნება გვაკლია ეს ადამიანები ვისთანაც ერთად ბავშვობა გავატარეთ მაგრამ ქეთინო ფირცხალა ესენი იყვნენ საბავშვო ბაღში მე შორტებში და ციცინო ცისკიშვილის საღამო იყო ჩვენ ახლა მე მოვყვევით მე და ქეთი ვიყავით ციცინო ცისკიშვილის ჯგუფში ვოკალურ ჯგუფში და ვიცოდით რომ არსებობს ძალიან ნიჭიერი პატარა კომპოზიტორი ბიჭი რომელიც წერს არაჩვეულებრივ სიმღერებს და მაშინ იყო ქალბატონ ციცინოს შემოქმედებითი საღამო და დათომ სპეციალურად დაწერა სიმღერა რომელიც მიეძღვნა ჩვენს პედაგოგს მე და ქეთი უზარმაზარი დიდი ბანტებით დათო ესეთი პატარა შორტებით ის ფოტოები ვერ შევაგროვებ მცხეთაში მაგდა ცოტა ადრე რო გეთქვა ჩამოვიტანდი საოცარი ფოტოებია და მე აი აქედან დაიწყო ზუსტად ეს იყო მზიურამდე რა თქმა უნდა აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა გარდა იმ სახე გოგოებმა კითხვეს მზიური და ეს ყველა მიცის მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ აქ შევიკრიბეთ დათოს ირგვლივ მეგობრები არაჩვეულებრივ შემოგვიერთდებიან ის ადამიანები რომლებიც მე მინდა გავიხსენო დათოს სახლში საღამოები ეს იყო ჩემთვის ნუ მე შედარებით პატარა ვიყავი და ეს ბიჭები აქ იკრიბებოდნენ მომღერლები პოეტები მხატვრები რეჟისორები მსახიობები და ყოველი საღამო იყო აი რაღაცა შემოქმედებით იმიტომ იქ იბადებოდა საოცარი ვთქვათ სიმღერები აი დათოს ყველაზე ასე ბავშვობის არაჩვეულებრივი სიმღერები აი იქვე იბადებოდა იქვე ლექსი იწერებოდა საოცრებები ხდებოდა იქიდან ვისწავლეთ ჩვენ ძალიან ბევრი რამ აბსოლუტურად ყოფა იყო მუსიკასთან ერთად ცხოვრება თანაცხოვრება როგორ თანამგზავრი მუსიკა ჩვენი რა და აი ხა მაგალითად 24 საათიანია და არა ამე მივიდოდით ხან დათოსთან ხან ვიღაცასთან და ყველაფერთან ახსნა ის რომ ჩვენ კი არ მუშაობთ იმენა საშინლად ვიქცეოდით თუ რაღაცა და იცი რა მახსენდება ერთი სიმღერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი დათოს ასაკის არც ერთ კომპოზიტორს ხათრეს არც მე არ მოფიქრებია რომ რაღაცა ხალხურ ძირებთან ყოფილიყო კავშირში და საოცარი რაღაცა გააკეთა ერთ სიმღერა დაწერა რომელსაც კრიმანჭულიც ახლა გახსოვს და სახლში დათოსთან მე მახსოვს მაგიდის ქვეშ რომ მაგიდის ქვეშ ვიმალებოთ მაგრამ გამოაყრია ესე რომ აი რაღაცა მაგრამ ისეთი შემოქმედებითი პროცესი იყო იქვე იბადებოდა ხო რაღაცა ძალიან თამაში მე მახსოვს მე და ჩემს რომ ვიყავდი დათოსთან სტუმრად ვითომ რაღაც სტუმარი ვიყავით და ხოლმე რომ აი დღეს დაატოვეთ მაია ჩვენთან და არა დედა ჩემი ტყო და ვერ დავტოვებ ხვალ სკოლაშია წასასვლელი და აი დათო ეტყოდა რომ ახალ სიმღერას დავწერთ და დატოვეთ. რას დაწერთ და ვტოვებთ. აი გადით 20 წუთში და 20 წუთში ვეძახდით რომ აბა შემოდით და მოისმინეთ ახალ სიმღერას ვასმენინებდით და ნუ რა თქმა უნდა
ანუ დამოკიდებულებაც აი ეს ბავშვობა რასაც ამბობ. ერთ-ერთი იყო მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ჩვენი იმ საქმისადმი, რასაც იმ წუთში ჩვენ ვემსახურებოდით, მაგრამ ახლა ეს რომ ვემსახურებოდით ეს კი არ თქმა გაცნობიერეთ. თამაში იყო ძალიან საინტერესო. და ეხლა რა მახსოვს, ისი რომ როგორ მე მზიური ხო გაჩნდა და მაის მოусმინე რომ რუსეთ ჩაქრება ჭადრებში და პირველი დამამახსოვრდა სოლო ლიას დასარტყამ ინსტრუმენტებზე. გამოვშტერდი. ესე უყურებთ, მე ერთ უკრავს ეს პატარა ბავშვი ესე რა და დავშტები. ნახე შემთავე. მზიურში აი ეს როდის არის, რამდენი წლისები ხართ გადაღებული? აქ ვართ ალბათ 9 წლის, 8 წლის, სხვადასხვა ასაკი მქონდა რა. 6-დან თქვათ მზიურში მიღება 6 წლიდან. და მე მახსოვს ჩემი და მეხუთე თაობის მზიურში უკრავდა ბას გიტარაზე. ხო, აი ჩვენ შემთხვევაში ესეთი ასაკი ეს არის პირველი, კი როგორ არის? 44 წელია რეალურად რაც ანსამბლი მზიური არსებობს. 44. 54. რამდენი 71-ში შეიქმნა, ხო? რამდენი იყავით მე და 7. 6. აი ხა მხოლოდ გაიმეოროს ამდენი წლის შემდეგ. იცი ამბობდით სანამ ეთერში შევიდეთ რომ დიდი ხანია არ დამიკრავსო და იცით რა საქმე ის გახლავთ რომ რატომღაც გონიათ რომ მე უნდა სახლშიც ვუკრავდი. ვუკრავდი როგორ არა და ჩემი პირველი მზითვი ჩემო მეგობრებო იყო დასარტყამი სახლში, მაგრამ სანამ ცოცხლები იყვნენ დედამთილ მამთილ მაშინ ვუკრავდი და რომ აღარ არიან ამ ქვეყნის ახლა შემინახე ინსტრუმენტი და ახლა 40 წლის 40 წელიწადში ერთხელ ვუკრავდა თუ რამე გამომივიდა. სანამ ცოცხლები ვუკრავდი ესენი მაგ დახოცა. ლია იყო ღერძი ანსამბლეს. ილიას მიყავდა და მე არ გამოვიდება ლია და ლია თავის იყო. არსებული არ მოყვერა რომ შურა ჯანელიძე ყველას გახსოვთ ხო და შურა ჯანელიძეს ვეუბნები რომ მე მინდა მეთქი რომ მაია ჯაბო მიიღო ჩემი სიმღერა მეთქი არ ვიცნობდი და რომ უყურებდი ძალიან სულად ხვდებოდი თუ რაღაცა და მაია მინდა მეთქი ხო ვა რა кай გემუნება ქონია შურა მე რატომ უნდა მქონდეს თუ გემუნება ეხა მეთქი ის დღე ხო და ძალიან მინდა რომ ეხა სიმღერას მივაყოლ ორ სიტყვას მე ცხოვრებაში აი ერთხელ მოხდა ამდენი წლის მანძილზე რაც მე დავიბადე რომ სახლი დავალაგე მე თვითონ და ჩემი დავალაგებული ბებია ჩემი დავალაგებული არ მომწონდა თუ რაღაცები გადავასწორე ესეთი რაღაცები გავაკეთე და ვიცოდი რომ მაია მოდიოდა მივედი პირველად და აი მე რაღაცა თეფშების რაღაც აბსოლუტურად ვაუ იქნებ მიმღერო ის სიმღერა რომელიც პირველად მოვისმინე ლეგენდა წარსული ცოცხლდება რაღაც დღეს ჩვენს ეთერში და ის სიმღერა რომელსაც დღემდე რო უსმენ რატომღაც თვალიცრემლით მე ვსწავლობ. ხარ რაღაცა ის იყო ბედნიერების ეპოქა საერთოდ რა. შესეთი არ ვიცნობდით სიკვდილს. საერთოდ უცნობი იყო რა და აღარ შეუშლი ხალხს მე გავაგზავნე რომ ჩვენ გვექნება ყველა ადამიანის გახსენების საშუალება დღეს. Maria, tu nam
მუსიკა დარჩეს, იმიტომ რომ ხა თამრიკოც შეუერთდება ეს ჩვენი დღე მუსიკის დღეა, რა თქმა უნდა, ყველაფერი მუსიკის გარშემო იქნება. იმიტომ რომ მუსიკა ახლავს ჩვენ ცხოვრებას ყოველთვის. და საერთოდ მე დავიწყეთ, გადაცემა თქვი რომ მუსიკა მუსიკისთვის, მუსიკა მუსიკისგან, მუსიკა მუსიკაში და ასე შემდეგ. მე მართლა ცხოვრების წესი იყო და მე გახდა პროფესია, თორე ის არ ყოფილა და ბავშვობიდან ჩვენი პროფესია. სხვადასხვა პროფესიის ვიყავით, შეიძლება დავთავრე დათო. დათო არის ოკეანელო. ora nu მოკლედ ყველა ინსტიტუტში ხო რა სხვადასხვა პროფესიას უწევს ზოგიერთ გამოკლებით რა ხოდა ნახეთ როგორი ეს არის კადრები რომელსაც უნდა უყურო და დატკბე ხო ნუ აი ფანტასტიკური იმიტომ რომ ძალიან გულწრფელი ძალიან ინდივიდუალიზმი იყო მაია ჯაბუდა იმ წუთში ასოცირდებოდა მისი ის რაღაცა საოცარი ლამაზი ტემბრი ეს ერთი და მეორე კიდე შესრულების მანერა რაღაცა საოცარი კი, პედაგოგები ყავდა, მაგრამ შიგნით თუ არ გაქვს. პლუს რეპერტუარი, რაც სამშობლოვანია. ეს იყო წერდნენ პროფესიონალი კომპოზიტორები სიმღერებს, საბავშვო სიმღერას ცალკე თემაა საერთოდ და აი გაბუნიას ფანტასტიკური სიმღერა და აი ბზვანელის სიმღერა, სხვა მომღერებთ. ძალიან მიყვარდა ექსპრომტი. ექსპრომტი ვიყავ თელ ცხოვრება და ეხლა კინოში რომ მოდით გოგოებო მაია ჯაბუას საყვარელი სიმღერა შევასრულოთ. ეს მიკროფონი გვიდა. ეს გამოვიდა. ხო არ ვიმღეროთ მაიას საყვარელი სიმღერა. ფილმში როა გახსოვს უწყენილი როდეს. ხო. აი ეს დაგდგე აქ რა უკეთეს. გაიღვიძებს. ექსპრომტი. სვაჩის ბატონ გურაბზვანელის სიმღერა. მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა უთხრა აი ლამაზი სიმღერებისთვის რომელსაც ის ქმნიდა და აი თუნდაც აი ამ სიმღერისთვის რომელიც აი ყველა თაობისთვის საყვარელი სიმღერაა გაიღვიძებს იადა აენთება სოსანი ამღერდება ბულბული აზაფხულის მოსანი აფრინდება დოროლა ამაღიდა თავნება თვალშევალებს სამშობლოს და გულს გაუხარდება Великий сигарет, грубlis пила таладева, сискриш чангазе вимавере, хлелас гауხარდება, იღლავილებს თავარი, იებად დავარდება. მოვიდეთ. მე მგონია და ბევრი ტრიო იყო, ქალთა ტრიო საქართველოში, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მაგარი ტრიო და ძალიან სამწუხაროა რომ გოგოებო დაიშალეთ. აი ვაშკრილი რომ აღარღერია. უნდა ავსტრია. არა კონცერტი შეიძლება. რაღაცა გააკეთე. ეხლა მომივიდა იდეა რომ ერთ-ერთი ეთერი სამშაბათი და პარასკევის მუსიკის დღე მთლიანად კონცერტად გადავაქციოთ. ხო, კარგი. მე მგონი
შეიძლება დაარქიო. გააქვთ მართლა იდეაში უკვე კონკრეტული გეგმა, რომ ერთი კონცერტი. ვერ მოვაბით თავით, ძალიან აი დათოს ერთ ახალ სიმღერას დაგიწყო. არა, პირველი რომ რაღაც დაიწყო რაღაცა. თავი რეპეტიციები თორე სიმღერა დაიწყო. მე რეპეტიციებიც იქნება. პრობლემაა. ერთი რამ გამახსენდა და მინდა მოგიყვეთ ჩვენ სიმღერებთან დაკავშირებით. აი რაღაცა 18-19 წლისები ვარ, ჩავწერით რაღაცებს, წერდით და აღმოჩნდა რომ მოგროვდა და ვინ მოაგროვა? ჩვენი მემატიანე იყო გოგი დოგიძე. და ძალიან დიდი ხნის შემდგომ მეუბნება ერთხელ რომ მამა იცი რა აღმოვაჩინეო? გახსოვთ ეს მოსკოვში თურმე? და ყოფილა აი რაღაცა ეს ზარმაზარი ფირი ჩვენი სიმღერების. ჩვენი სიმღერების ჩანაწერებისა და აი მართლა რაღაცა იდეაა და შეიძლება რომ აი 30 წლის მერე გაცოცხლდეს კვლავ იმ სიმღერების არა ის ჩამოგვეცეს ემსახურება იმას რომ ის რაც მართლა განძი არსებობს საქართველოში as ქართული სიმღერა ქვია ქართული სუფრის სიმღერა რასაც ხაზი მინდა გავუსვა რასაც დათო მაგალითად გაიხსენე თუ გინდა ის აღამო მეკასთან რაც ხდებოდა და ეს ყველაფერს ახთა მე უკვე ტკივილი მინდა ხაზი გავუსვა იმიტომ რომ მე ლია დავკარგე ეკამ ლადო დაკარგა ჩვენ დავკარგეთ მეგობრები ირაკლი ჩარკვიანი გეგა კობახიძე ნუ უფრო ადრე გეგა მე უკვე ხო და აი ეხლა სწორედ მე ეკას სახლიც გახდა სალონად და დათო შენ მოყევი და მე ბარიღამს რაღაცა ისეთი შევასრულოთ რასაც სიმღერა იმ შეხვედრებზე სრულდებოდა სიმღერა ჩაინაცვლა ამ სახლში ტკივილის მერე რა ხო ნუ საოცრება იყო იმიტომ რომ მართლაც აი რაღაც დიდ განწყობას რასაც სიმხიარული მოყვა მე იყო რაღაცა ეს განცდა და ეს გამოცდა როგორც შეიძლება ითქვას ცხოვრებაში რომელიც მოდის ხო რაღაცა ცუდი და აი ლადოს გარდაცვალება და მე უფრო მეტად ვიყავით ხოლმე ეკასთან რომ რაღაც ხარში ვიყავით და რაღაცა და მაგრამ ეს თქვენ რო არ ყოფილიყავთ უბრალოდ ეს ყველაფერი გადავიტანა ოჯახმა თქვენი მეშვეობით და მე აი ახლა და გამომდინარე მთელი ჩვენი ასე ვთქვათ რაღაცა ეს ახალგაზრდობა ეკას სახლში და ალბათონ ფლორასთან და იმედასთან და რა ვიცი თქვენთან ერთად გაიარა და იქაც იქნებოდა მე უკვე ის სიმღერებიც და რა ვიცი ყველაფერი რომელიც დღეს შეიძლება ითქვას რომ ახლა მე რო კითხო ცოტა სასაცილო გამოძიო მაინც მე ჩემ თავზე მაგ გამოცდილი რომ აი ჩვენს გარშემო ისეთი ქალბატონებს ვერთხი გოგოები ალბათ ხო იყვნენ რომელიც სათითაოდ ყველა გამორჩეული იყო საერთოდ ყველა ლამაზ და ერთხელ გუვაკოტეტის შულს მეუბნებოდა ვახუშტი ცოლი არ უნდა მოიყვანო და ვის ცოლი მოიყვანო იმიტომ რომ ერთი ძალიან შექმნილი წრე ვიყავით რა მდგომარეობაში ვიყავით სულ ყველა ისეთი იყო რომ შეყვარებოდა თან საუკეთესოები ჩვენ თვითონ ვიყავით საუკეთესო ბიჭები იქნება ხელის მიკროფონები ავიღოთ რომ ვიმღეროთ მოდი მე გიტარაზე რა უნდა ვიმღერო არა მე კი ვიმღერებ არა თქვენც რომ ვიმღეროთ ყველა ეს ხო და რა მაიკო რა ვიმღეროთ აი მე უნდა ვკითხოთ ხოლმე ერთი წუთით არასდროს არ ვიცი რა სხვადასხვა შენიდაც რომელიღაც თავამზიურში მეხუთე თავამზიურში და ყველაზე გენიალურია ესა კაშეი უკვდავი ხო არის თქვენი პედაგოგი იმიტომ რომ ასაკი არ ეთყობა ზუსტად ისეთები იმ ოთახში პირველი სასახლეში იგივე წონის და იგივე ზუსტად ისე მეც უნდა დავიწყო მუშაობა რომ აღარ შევიცვალო ამის ადრე უნდა მეფიქრე ეს ჭაღარაა და ეს რაღაცა ისა ჭაღარა კი რიჟა და ჭაღარა არ ეთყობა არაფერს ოთახი ზუსტად ისეთივეა როგორც 40 წუთი ჩვენ შედიხარ გონერა ვერტუალი ყველაფერს დაწერილი გრიბაიდოზე რიჟა ვასიკო გაჭაღარო და მაინც რიჟა ამით კი ვიდო ჭღალი ხა წესვლა ნუ ჟარგონზე რიჟა და რამე ესეთ დაიწყე თქვენთვის გამიშულობა რომ სიმღერას დაიწყე თქვენ ვერ რა ვიმღერო არ ვიცი შენ რაც გაგიხარ სადაც არ ვიყავდე შენიერა გაზაფხულზე სიზამარი ერთია და ისმაღელებს მე თინქოს მიღავარ ხარო ჩურჩული მითხარი ეს იყო ცნება
ეს იყოს ზმარი დრო გადის ფიქრებში მელანადები მხოლოდ შენ და როდის ვიქნები ცხადაში აწერად შენ ნედავეს ოცნება ნედავეს სიზმარი მალე აღდებოდე ჩვენ რომ ერთად ვიყავი ნედავეს ოცნება ჩვენ რომ ერთად ვიყავი ამრიგო ჯოხონაძე ბას თუ დააკვირდი სამშაბათი რაღაც ისეთი ბარია ამ წამს შემექნა ის განწყობა რომელშიაც ცხოვრობდი და რომელიც გაიშვიათდა რა გაიშვიათდა და მე მგონია რომ ეს ასრულებდა თითოეულ ჩვენგანს და ხდიდა უფრო კარგს, უფრო კეთილს, უფრო სინანულის მატარებელს. მე მინდა უდიდესი მადლობა გითხრათ თქვენ რომ მოხვედით და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება პარასკევს და შაბათს, პარასკევს და სამშაბათს ენაც კი ამებნა. შაბათ მიამატე. და შაბათს დიდი სიამოვნებით ორშაბათი შაბათი. სუდად თქვენ. ყოველდღე ჩვენ რო ვიყოთ. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ სტუდიაში მოგდანებისთვის დათომ აღნიშნა რომ ის განწყობა დამებრუნეთ რაც წლების წინ იყო. ჩვენთვის ჩვენი თაობისთვის ეს მაინც უცხო განწყობა, მაგრამ ეს ის განწყობა რომელიც აუცილებლად გვჭირდება. მე მგონი და დიდი მადლობა იმისთვის რომ დღეს სწორედ აი ესეთი აურა შექმნით ჩვენ სტუდიაში. მე გითხრათ თქვენ, ანუ თქვენ არხს, იმიტომ რომ ძალიან მე სიამოვნა, როდესაც შევიტყვე რომ აი ესეთ გარკვეული დრო დაეთმო დათო ევგენიძეს, იმიტომ რომ როდესაც გადართავ არხს და დაინახავ ადამიანს, რომლისგანაც კომპეტენტური სიტყვა წამოვა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აღარ გადართავენ, იმიტომ რომ როდესაც მუსიკაზე წამოვა კომპეტენტური აზრი, კომპეტენტური სიტყვა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა და მადლობა თქვენ. მუსიკოსი საუბრობს, ეს უკვე ძალიან მუსიკაზე შემწყვეტ, აი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ სამშაბათს და პარასკევს დარწმუნებული ვარ, რომ შემოგვემატება და შემოგვემატება აუდიტორია. ხოთა შორის რამდენიმე დღის წინ დათო შენი სტატუსს წავაწყდი Facebook-ზე და ქვე სიამოვნა და ამაყებიც ვარ დიდი მადლობა მართლა დათო ყველაფერს აკეთებს ევგენიძე ამ შემთხვევაში რომ ხარისხიანი კარგი პროდუქტი მიაწოდოს შემდეგ საქართველოს სხვა რამე ღირსი არ არის უბრალოდ სიმღერის ქვეყანაა და მუსიკის დიდი მადლობა დიდი მადლობა მობრძანებისთვის რეკლამის დროა ხო მობრძანებისთვის კი არა დიდი მადლობა რომ მოხვედით ამ მობრძანებისთვის რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით დაგველოდეთ